კოალიცია ცვლილებისთვის ევროკავშირში არსებული სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, სპეციალურ მიმართვას უგზავნის და სთხოვს სირიის სახელმთავრობასთან დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი დააყენონ. Ქვეყანას ყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ უწყებაზე და მას შემდეგ, რაც ასადის ხელისუფლება დაემხო სირიაში, ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რათა საქართველოს სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული საერთაშორისო არენაზე. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ახერხებს, რომ ორჯერ ჩასულიყო უკვე მთელი ამ პერიოდის მანძილზე და დამასკოში, მაგრამ ეს ვერ მოახერხა საქართველოს ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვერ მოახერხა ვერც გაეროში შეხვდა და სადაც უკრაინელებმა მოახერხა, ყველა ეს საერთაშორისო გამოცდა ვერ ჩააბარა. მას შემდეგ, რაც სირიაში ასადის რეჟიმი დაემხო, დასავლური ქვეყნები ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობენ, თუმცა ევროკავშირის პირობა თანამშრომლობის აღსადგენად მკაფიოა. სირიის მთავრობამ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდება, რაც უპირველესად სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს. ეს განცხადება ევროკავშირმა უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ხელმძღვანელობით 16 ივლისს გააკეთა. მეორე დღეს კი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამატა, რომ ევროპული გაერთიანების წევრი სახელმწიფოები მზად არიან მჭიდროდ იმუშაონ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მისაღწევად. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიის სახალხო საბჭოსთან და იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დაცვაზე, ასადის დროს მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმების გზით, რომლებითაც აღიარებული იქნა უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სანამ საქართველოს დასავლელი მეგობრები ძალისხმევას არიშურებენ, რომ სირიამ უკან წაიღოს 2018 წლის გადაწყვეტილება, როცა პრორუსულმა ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ქართული ოცნების ხელისუფლება დუმს შესაბამისად უცნობია რა კეთდება არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის. სამაგიეროდ ევროკავშირის და ლიეტუვის მხარდამჭერ განცხადებებს უკვე გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების გზავნილებს გმობს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ევროკავშირი არა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, არამედ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს. ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ასეთ რიტორიკას სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად მივიჩნევთ. ევროკავშირი, რომელიც სიტყვებით საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულებას და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას გამოხატავს, სინამდვილეში ცდილობს დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელიც საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს და რომელი გააუქმოს. ქართულმა ოცნებამ საოკუპაციო რეჟიმის ამ პროვოკაციულ განცხადებაზეც დახუჭა თვალი. ფორმულამ განმარტებებისთვის მაკა ბოჭორიშვილის უწყებასაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო არც მარიონეტული რეჟიმის განცხადებას ეხმიანება და არც კითხვებზე გვპასუხობს, რა ნაბიჯებს დგამს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მაქსიმალურად ბევრმა სახელმწიფომ აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად. ახლა როდესაც სირიაში რეჟიმი შეიცვალა, ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა ვენესუელაშიც, ჩდება პოლიტიკური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა უკან წაიღონ ეს აღიარებები. განსაკუთრებით ახლა ევროკავშირის ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ისინი თავიანთი ჩართულობა სირიასთან გამოიყენონ იმისათვის, რომ სირიამ უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ინტერესები, ახლა თავიდან ბოლომდე იქნებოდა ჩართული ამაში. ოპოზიციაში პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართული ოცნება რუსეთის წინააღმდეგ არასდროს გაილაშქრებს და მათ შორის არც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარების საკითხს გაააქტიურებს. ქართული ოცნება მათი თქმით ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს ყველაფერს, რაც რუსეთის ფედერაციის ინტერესში შედის.
ოკუპაცია და ანექსია ვერ ნორმალიზდება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება. ევროკავშირის ამ ნაბიჯზე ცხინვალის რეჟიმის რეაქცია მის მნიშვნელობას ადასტურებს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვაში ჩვენ გვერდით მტკიცე დგომისთვის. განსაკუთრებით ქართული ოსნების მთავრობის ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გათვალისწინებით. სიტუაციაში, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაჩქარებული წესით ფაქტობრივად ანექსიური პროცესები მიმდინარეობს, კარდაკარ უნდა დადიოდეს და ითხოვდეს მხარდაჭერას და ესე ვთქვათ დახმარებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი. ამასაც არ აკეთებს. არ აკეთებს კი არა, პირიქით. ჩვენს მრავალი წლის მეგობრებს და პარტნიორებს პირიქით თავს ესხმის. ამიტომ ამ პირობებში ნამდვილად არანაირი მოლოდინი სამწუხაროდ არ მაქვს, რომ სირიის ახალ შემადგენლობას ან მთავრობას ან ასამბლეას მიმართავენ, მაგრამ ამასაც აკეთებენ ჩვენი მეგობარი პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოს მთავრობის ნაცვლად. ჩვენ დიპლომატიური შესაძლებლობა არ უნდა გაუშვათ ხელიდან და საქართველოს ხელისუფლება უნდა აწარმოებდეს როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალური წყაროებით ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს. რაც შეეხება საქართველოს თუ რატომ არ აქტიურობს ამ მხრივ, ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თემის აქტუალობით მათთვის გულისხმობს საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას. ფაქტია, რომ ქართული ოცნების უმოქმედობის მიუხედავად დასავლელი პარტნიორები საქართველოს არ ივიწყებენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ აგრესიას და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებას არა მხოლოდ გმობენ, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო კონვენციების ერთგულნი დარჩნენ და მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივისცენ.